ნუ მოკლედ ძალიან მაგარია რა. აი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და პარალელი შემიძლია გავალო ბატონ ვახტანგ ბაციკაძესთან და გამივლია არასდროს კი არაერთხელ რომ სილკში მუშაობისას, იმიტომ რომ ტატო მიცოდა ძალიან ბევრი ჩემპიონატი, ტრაკში ყავდათ გამოსმული და აბა ჩინეთი, აბა იაპონია, აბა ავსტრალია, აბა სამხრეთ აფრიკა ყველაფერზე ტატო იჯდა, იმიტომ რომ ხა მე რო დამждარი ყავი, ვერ გავარჩევდი ვერავის და ვერც ისტორიას მოვყვებოდი, იმიტომ რომ ამას აინტერესებდა და იცოდა და იმიტომ რომ ხა სამხრეთ აფრიკას რო წაიყვან ჩინეთს და მე ხა პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ თამაშს შეიძლება აღარ დაგსვან, იმიტომ რომ დაიღლები და შენი ეს კვოტა რეპორტაჟების წაყვანისა უნდა დახარჯო, ამიტომ ტატო იხარჯებოდა ხოლმე ძალიან ხშირად. აი ვალვერდესავით მარჯვენა მცველად და წყლის მომტანად და ჩვენ შედარებით უნიჭო კომენტატორებს გვიწევდა ხოლმე ისეთი თამაშების წაყვანა, რომელიც ყველა მიცის, ახლა ვინც არ უნდა დასვა, დაჟე ვაკოც რო დასვა ახლა პრემიერ ლიგაზე დაიყვანს, ხო? რაღაცა აი Manchester United Everton-ს დაიყვანს, ხა იცის იქ რამდენი ფეხბურთელი და ყველა მიცის და იქით ჩინეთების წაყვანა ძალიან რთულია და აი ეგრე არის ფედერიკო და ვაკოს რო დაიჯვა, ეხლა ჩინეთის სწორედ ვაკოს მიყავდა ხოლმე სხვათა შორის. კი ბატონო. იმიტომ რომ ვაკოს სპეციალისტია და იმიტომ მიყავდა ვაკოს, იმიტომ მიყავდა ჩინეთი, რომ მაინც აფიარი ციოდა, მოდი ამაში გაერკვია. ხო, ჯობია რომ გააფუჭო საქმე ჩინეთსო, აი ეს არავინ არ იცის. რა უნდა შეგეშალოს ჩინეთის ჩემპიონზე რომ მოგწეროს ვიღაცამ რომ ჰეი ჯონ დონ ხუანი კი არ არის ეგ არის. ხო და მოკლედ აი ბატონი ვახტანგის ვარსკვლავიც ესეთი ჩამქრალი იყო სილკში მუშაობისას, იმიტომ რომ უწევდა ხოლმე და მაგრამ როცა მიეცა მას შანსი და პრემიერ ლიგას დასვეს ერთი-ორჯერ გამოიჩინა თავი და ეგრევე ეთყობოდა რა მაგარიც იყო. აი ეს არ მქონდა, ვიღაცის კომენტარი იყო ჩინეთის ჩემპიონატს ჩახედე, ყოველას მინუს გულები აქვს და მართლა ეგად რა ხდება? რა ხდება შეჭი? 4 გუნდია 16-დან, რომელსაც ქულები არ აქვს დაკლებული. არა, ბოდიში კიდე ყოფილან ვიღაცები, მათ პროსტ წაგებული აქვთ ყველა. არ ვიცი. შენ ცივლაკო, ჩინეთის ჩემპიონატი შენ ხარ სპეციალისტი. 9 გუნდს რატო აქვს ქულები დაკლებული ჩინეთში? რაღაც ფინანსურ იმაზე არის ისევ როგორც ვიცი პრობლემა. რეალზე მე დავიწყე რეალზე ლაპარაკი. ვაპირებდი გაგრძელებას ისევ ჩინეთის მინუს ქულები არავის არ აინტერესებს. ორივე თამაში მოიგო მე მგონი თუ არ ვწდები და მაინც აი შანდონმა მოიგო შანდონი და ისინი ორივე თამაში და 0 ქულა აქვს, იმიტომ რომ მე დავიცა ველაპო ხას ეხა და გავყვეთ ჯერ მე ვილაპარაკო ჩინეთზე. სხვათა შორის ვაკო აზრიშვილი ეს მე მგონი არ ვიცოდით ჩვენ ხო ეგ ზუსტად მაშინ. საუკეთესო დასახლებდა თუ არა ხო? ჩაიბარა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს გასული ჩემპიონატის, რაც იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მოსული და ბატონო ვახტანგი ერთი ჩართვაც გავაკეთოთ. გარდა იმისა რომ ეს იყო რაღაც ფინანსური ისინი ვერ შეასრულეს 13 ჩინური κλუბი დაისაჯა თამაშების ჩაწყობის გამო, გარგებული თამაშების გამო და ჩინეთშიც ეგეთი რაღაცები ხდება. დაეკისრათ რაღაცა 21000 და 25000 ევროიანები. მე არაფერი ფული არ არის ეგ მაგათთვის, მაგრამ 9 გუნდს აქ ქულები დაკლებული და 13 ქვედა ლიგებშიც იყო, ანუ ხო, ქვედა ლიგებშიც აღმოაჩინეს match fixing. ნო, დავითა არა. რატო ხლეზე კიდია რეალი? ეხა გაიგეც? ყველაფერზე ილაპარაკებს მაგის გარდა. რატო კიდია კაცო ქართველებზე ვლაპარაკობდით ჯერ. ავიგე, მაგრამ ნუ ეხა არა, გადავალ რეალზეც ვიტყვით კაცო უბრალოდ. ხო, მე მინდა რა დიდებულება ვაქო. ხო, მეშლება კაცო, ყარა ხო იყო სერიას როგორც ფეხბურთელი. კი. კიტე იყო ორჯერ ავსტრიის, ვაკო გახდა ეხა ჩინეთის. ტატოს უყარს ხო? ლატვია და ეგეთი ფაქტების გახსენება, აი პირველ რაღაცა, ანუ ისტორიული იმის, რომ აი პირველად მოხდა როდის მოხდა რომ ეს ორჯერ გახდა ვიღაცა და ის არის რა, გასაფასებელი ამბავია რომ ქართველი ნამდვილად ძალიან აფერუმ გაცოცხლებული შოუს ორ მოსაწვევს ეს დავამატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა ამ ლეგენდარულ შოუზე, იწერებიან სხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ. მართლა ოღონდ გადაჭარების გარეშე ამბობ, მოთხოვნა მაგ შოუზე დასწრების ეგეთი მაგარი შოუც არ არის. აი კარგია, მაგრამ აი მოთხოვნა რაც არის, ეგეთი კარგიც არ არის, რომ აი ხალხი ერთმანეთს ავის, აი საქართველოს ნაკრები რო თამაშობს და ესპანეთთან და ვიღაცას და ბილეთებზე რაც იყო, დაახლოებით ეგ ხდება ხოლმე, რომ ყველა მწერს. ცოტა დიდ დარბაში მე პრობლემა ხმის პრობლემაა, რომ მაშინ მიკროფონებში რო ხარ, მე ის პრობლემაა, რომ ერთმანეთს ხო თათბირობთ რაღაცებს. ფილარმონიაში გასაცახლებლად იძრას მაშინ ვიღაცა აციოს და ხო და აი ნუ ხო ხტები რა პრობლემატურია, მაგრამ ნუ ვეცდებით რომ სპეციალი რაღაცა ერთი გავიტანოთ, ცოტა დიდი გავაკეთოთ და ბევრი ადამიანის დასწრებით გავაკეთოთ. იმან რა ქვია შევამაჩვენა ვიდეო ორშაბათობას
ყველაზე პატარა მაყურებელი ყოლია, ძალიან პატარა, მამასთან ერთად ჰარი ქვია ბავშვს და აყურებინებენ ორშაბათობას. ქართველი. ჰარი ქვია. ხო, ჰარი ქვია. და მინდა რომ ჰარი პოტერის გამო? არ ვიცი, შეიძლება. ბიჭო, მე რო ვიგინებით. ძალიან პატარა კაცო, იმ და არც ესმის ჯერ ანუ პატარა, ანუ ყველაზე პატარა ალბათ ყველაზე პატარა ჰარია, ვინც გვიყურებს თქო რა ორშაბათობას, იმიტომ რომ ძალიან პატარაა და მოვიკითხოთ აქედან მამასთან ერთად გვიყურებს თურმე და თავიდან რომ ეჩვევა კარგ რა გვარია ხსოვს? რაღაც ეს ინფორმაციას ნუ მეკითხები რაც არ ვიცი, იმიტომ რომ უხერხულია ახლა რა. ვიცი, იქ არა, ვიცი დავაკონკ, მაგრამ ჰარი ქართულს ბევრს არ ეხმება ალბათ და მაგიტო ჰარი მოგიკითხავთ, როცა შეგეძლება გაიზდები და მე უყურებ. აი, იქნებ მამამ შეინახოს და განახოს მე 2026 წლის 16 მარტია. მოკითხვა ჩვენგან. ეხლა, ანუ 2026 წლის 16 მარტს მოგიკითხავთ და შეიძლება რა ვიცი, 5 წლის 6 წლის ასაკში, 10 წლის ასაკში განახოთ. დედაჩემმა დაამბარა და ეს ინფორმაციაც უნდა თქვა. ო, რა მაგარია. რა ვისო რა ქვია. ვოვას ამბავი ხო გუშინ ვიყავით ვოკას გაბედნიერდა ვოვა და ერთი ამბავი და ქორწილიც იქნა მალე და ულოცავ ვოკას ცალკე გადასვლას გაბედნიერებას ზოლის მოყვანას და ასე შემდეგ და რავი გუშინ თამადა ვიყავი და მოკლედ რაღაცა კარგად წარუძეხი სუფრას გამოპატიჟება იყო და ქორწილიც წინ გვაქვს და ბოდიშა ზაფხულისთვის ალბათ აი მაიცეთ ისა არ დაამთხიოს რა ერთ ქორწილში ვარ უკვე დაპატიჟებული ვენა სულ შემიცა მოვიქ შემიცა რა თარიღე დედაჩემ 10-დან 25 ივლისამდე მაგ პერიოდში ნუ იზამ რა აი მაგ პერიოდში არ ქნა